რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, ისტორიული შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა ქართველისთვის, რომ უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობებით მოხდეს დასრულება, რა თქმა უნდა, ცეცხლშეწყვეტა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მთავარი არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროპული ინტეგრაციისთვის ის თუ რა მოხდება რუსეთის იმპერიის და მის ამბიციებთან დაკავშირებით, ხო? უნდა მოხდეს ამ იმპერიის შეკავება, მისი იმპერიული ამბიციების შეკავება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ცეცხლშეწყვეტა და რა თქმა უნდა, ამის შემდგომ არ უნდა შეწყდეს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და სტრატეგიული მიზანი რუსეთის, რაც წარმოადგენს უკრაინის როგორც სახელმწიფოს განადგურებას, ვერ შედგება, ეს არის ფაქტი და მომავალშიც, რა თქმა უნდა, რუსული იმპერიის ნგრევა გაგრძელდება, ხოლო უკრაინის მშენებლობა. საქართველოსთვის პარტია განიხილავს ამ დროისთვის ალეკო ელისაშვილისა და მირაბ სეთუშვილის კანდიდატურას, ეწინააღმდეგება ამას გახარია. პარალელურად პარტიებში მიმდინარეობს შიდა პარტიული დაპირისპირება, მაგალითად ლეროში ლანა გალდავას და ჩერქეიზიშვილის სურს პროპორციულ სიის პირველ კანდიდატად დასახელება, თუმცა ყველაფერი ცოდნიათ ხო? დასტიბება ხოლმე მოგვიანებით, პოლიცია საბჭო განიხილავს სულ გულაძეს. როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს? ხო, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამის შესახებ ინფორმაციას ამდულად არ ვფლობ, თუმცა კიდევ ერთხელ მეორებ სპეცოპერაციაში მონაწილეობა თავისთავად ნიშნავს თვითდაზიანების რეჟიმში გადასვლას, ამიტომაც შეუძლებელია რომ რაღაც პოზიტიური პროცესები წარიმართოს რომელიმე იმ ძალაში, რომელიც აი სისტემური ოპოზიციის როლს ჯერდება და იღებს მონაწილეობას ივანიშვილის სპეცოპერაციაში, საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა ეს არ გახლავთ, ამიტომაც ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებს, ისევ საკუთარ თავს დააზიანებს და ეს იქნება საცნაური და ძალიან ხილული ამ თვეების მანძილზე. ეს რა კანდიდატ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია რომ აი კონკრეტულ კანდიდატურებს და ზოგადად ესეთ დეტალურ პროცესს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ აქვს, ვერ ვხედავთ აზრს. მარტივი ეს არის სპეცოპერაცია, ვინ რა როლს მოიდგებს, ვის რა როლი ერგება საკუთარი ინიციატივით თუ ივანიშვილის გაწყვეტილებით, ამას საერთოდ პრინციპულ მნიშვნელობა არ გააჩნია და არც ვფიქრობთ რომ რა საინტერესო იყოს ამ საკითხებზე შეიძლება მანამდე ნახეთ ლელოში პოლიცია საბჭო დატოვეს წევრებმა. ეხლა არის შიდა დაპირისპირება, ვინ იქნება მერობის კანდიდატი. რაზე მიანიშნებს? არა ეს პირველი კითხვაზე პასუხი ეს არის რა თვითდაზიანების რეჟიმი რო თქვი ეს არის პასუხი რა ამ ყველაფერს. დაპირისპირების ფონზე ბერლინში კახარიასთან ჩადის პრაზე სიჩინავა კიდევ ერთ-ერთი მათი ლიდერი და იქ ცხიტიშვილი მოლაპარაკებებს აი რაღაცა მეცვის პოზიციიდან რომ იქიდან მართავს აი ამ შეხვედრებს და ზოგადად რო შეაფასოთ ასეთი ტიპის კულუარული შეხვედრები ჩვენ ქვეყნის საზღვრებს არა ეს ზოგადად შეხვედრების წინააღმდეგი ჩვენ საერთოდ არ ვართ, არ ვიცი ვისაც სადაც უნდა იქ შეხვდება ერთმანეთს და ისაუბრებს პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია, როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ხო ეს კულუარები გინდა დაარქვით, გინდა რა ვიცი კაბინეტები გინდა კაფე ხო რა მნიშვნელობას ადამიანს აჩეხდება სად გაუზიარებს ერთმანეთს პოლიტიკურ პოზიციებს უბრალოდ თვითონ ეს პროცესი არის მათთვის დამაზიანებელი თვითონ ეს პროცესი არის არალეგიტიმური ამორალური რომ ოპოზიციური ძალა რომელსაც პრეტენზია აქვს რომ საპროტესტო ელექტორატის გამოხატველი იყოს ნების იღებს მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში თავისთავად არ ნიშნავს იმას რომ ეს ძალები უკვე გადასულები არიან თვითდესტრუქციის რეჟიმში და რას ნიშნავს დაყენება ხევადელ პოლიტიკური მოცემულობაში. აუ, უპასუხე მე მგონი უკვე და ხო ერთ-ერთი სხვა რამდენჯერ უნდა უპასუხო. არა, სხვა კითხვაზე გადავედი. 14 პარტია დარეგისტრირდა ცესკოში საბოლოოდ და რას პროგნოზირებთ თქვენ ამ არჩევნებში? ისე რა ძალიან ყველაზე მარტივად პროგნოზირებადი სპეცოპერაცია გახლავთ ივანიშვილის და მათ შორის საქართველოს ისტორიაშიც, იმიტომ რომ გასაგებია რომ საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ სპეცოპერაციაში, აბსოლუტურ უმრავლესობა მე ვიტყოდი, ამიტომაც ეს არის წინასწარ გაცხადებული სპეცოპერაცია ივანიშვილის, სადაც უბრალოდ როლები ექნებათ მორგებული გარკვეულ ფიგურებს, ეხლა ზოგი იქნება სისტემური ოპოზიცია, ზოგი იქნება მმართველი ეგრეთ წოდებული პარტიის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი. გიორგი ვაშაძის სტრატეგიაც შეგვიფასოთ, გიორგი ვაშაძის პარტია. მაშინ რო გამოაქვეყნა თუ ეხლა და როშიაფასოთ და თქვენი პარტიის დამოკიდებულება თუ ხართ გაერთიანობაში აი ამ ესეთ რა გიორგი ვაშაძეს სულისკვეთებას ჩვენ ვიზიარებთ ერთიანობასთან დაკავშირებით ეს მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო გამოხატული მკვეთრად და გიორგი იყო ჩვენი კოალიციური პარტნიორი, თუმცა რაც შეეხება ყველა პუნქტს, ახლა პუნქტებთან დაკავშირებით კონკრეტული პუნქტები არის, სადაც უფრო კითხვისნიშნები არსებობს. რაც შეეხება ერთიანობას, ნაცნობ მოძრაობას აქვს ძალიან მარტივი სტრატეგია, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ, ერთიანობა არის მოცემულობა, აუცილებლობა, ვინც ვრჩებით წინააღმდეგობაში, ვინც ვრჩებით აი ამ რა თქმა უნდა
არ შეგუების და არ თანამშრომლობის რეჟიმში ჩვენ ისედაც მოგვიწევს და გვიწევს კიდევაც თანამშრომლობა ერთმანეთთან კონკრეტული ფორმატიც არის ამისთვის შექმნილი, ამიტომაც მე არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით იყოს რაღაც პრობლემები ოპოზიციურ სპექტრში. რამდენად რეალურია ეს გეგმა და აპირებს თუ არა დაუბრუნდეთ ზურაბიშვილის პლატფორმას, ეს გეგმაც მაგას გულისხმობს ერთიანობას კვლავ. არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ პუნქტში შეიძლება არსებობდეს რაღაც დეტალები, რომელიც იყოს სამსჯელო, მაგრამ რაც შეეხება ერთიანობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთიანობას ასხივებს ის ძალები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას სპეცოპერაციაში, ჩვენ ერთობლივად გვეგმავთ აქციებს, არ ვიცი, სხვადასხვა ღონისძიებებს, ამიტომ ეს ერთიანობა არის ხილული, რაც შეეხება კონკრეტულ აქტორებს, კონკრეტული აქტორები უნდა შემოუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას. ეხლა აღარ არის პლატფორმების და რაღაც კონკრეტული ინსტრუმენტი, აი ამ კონკრეტულ ასე ვთქვათ, გაერთიანებებზე დროის ხარჯვის დრო, ეხლა არის საპროტესტო მოძრაობაში უფრო აქტიური ჩართვის დროს, ჩვენ გვაქვს მაგ შორის კონკრეტული თარიღი 4 ოქტომბერი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც სხვა თემებზე ეხლა მუდმივად საუბარს აი ამ რაღაც პლატფორმებზე ჯობს საქმეზე კონცენტრირდით. რიკარდო ნიუზვიაკის განცხადება მინდა რომ შევფასოთ, ის წერს რომ საქართველოს გააუქმოს გამჭვირვალობის და კიდევ ოჯახური ღირებულებების კანონები, არა და ევროკავშირი გააუქმოს. ხო, კიდევ ბევრი მოთხოვნა აქვს ევროკავშირს, ხო. ეს რა კავშირია თქვენთვის ეს კანონები ან უვიზოს გაუქმებასთან და ანუ რამდენიც ხო, ჩემთვის არა, უბრალოდ ჩემთვის არა, სამართლიანი არა, ნახეთ ტექნიკური მოთხოვნები არის, ეს არ არის რაღაც შინაარსობრივი მათ შორის მოთხოვნები, უვიზოს გაუქმება ხდება ძალიან მათ შორის ტექნიკურ დონეზე, როდესაც გარკვეულ ვალდებულებებს, რომელიც ნაკისრი აქვს მხარეს არასრულებს, ივანიშვილის გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან იურიდიულ ნიუანსებში, გულისხმობ ყობახიძის გუნდს, რომლებმაც სპეციალურად შეიმუშავა ესეთი კანონპროექტები, რომლებიც გახდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემოფერხებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის უვიზოს მიმოსვლის საფრთხის წინაშე დაგვაყენა, რა თქმა უნდა, ეს არის ფაქტი, უბრალოდ მოცემულობა, ის ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი გვაქვს, უნდა შევასრულოთ. ახლა ეს ისაც ყველა მიცოდა და არაფერი ახალი ამაში არ გახავთ. ვეთანხმებით, არ ვეთანხმებითაც არ გახავთ, ეს ამბავი. უფრო კონკრეტულად ტექნიკურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება ურასკოვის რომ კანონებში არის. ხო, ანუ მათ შორის ეს არის, როცა ვსაუბრობ ჩვენ დისკრიმინაცია და მათ შორის გაუქმების მცდელობა და კონტროლის მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული უმცირესობების მიმართ არსებობს შიში, რომ იქნება რეპრესიული პოლიტიკა გატარებული გამომდინარე იმ კანონპროექტებიდან, რომელსაც იღებს ივანიშვილის ბანდა. ისინი ძალიან პროპაგანდისტულად ფუთავენ ამ ყველაფერს და თითქოს და კითხვის ნიშანი დაესმის საქართველოში იმას, რომ ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით არ არსებობს ამაზე ბუნებრივად პრობლემა საქართველოს საზოგადოებაში, იმიტომ რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არ უნდა მოხდეს და არ უნდა დაკანონდეს. ეს არის პრობლემა, რომელიც ივანიშვილმა და ყობახიძემ გამოიგონეს იმისთვის, რომ საკუთარი მტრობა ქვეყნის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შეჩერება პროპაგანდისტულად შეფუთონ. ამასთან დაკავშირებით ნეიტრალურმა საქართველოს წარმოქმნა ინიციატივა. ხო, ამასთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რამდენად რეალურია, რომ ვთქვათ თქვენი პროგნოზები და შეასრულებს თუ არა ქართული. ისე რა ივანიშვილის რეჟიმი არა თუ ასრულებს მოთხოვნებს, არამედ ის ყველაფერს აკეთებს, რომ კონკრეტული მიმართულებები, სადაც მათ იციან, რომ კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული კანონპროექტები ევროპული ინტეგრაციის პროცესს შეწყვიტავს და იმ სიკეთეებს დაგვაგარგინებს, რაც ევროპასთან ურთიერთობის დროს გვაქვს დაგროვებული, სპეციალურად შეებიან ამას. ამიტომ ხა რა თქმა უნდა ყველაფერი მოსალოდნელია, ყველაფერი რეალისტურია, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში და კვლავინდებურად გრძელდება ამ ქართული ეროვნული ინტერესების მტრობა. უვიზოს დაკარგვა ძალიან რეალურია ჩვენ და სამწუხაროდ და ყველა სხვა ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება მივიღოთ სწორედ რომ მათი ქმედებების გამო. და ნეიტრალურ საქართველოს ვარონ თავდაუწყების ისი გამოიგოს ხალხი და გადაწყვიტოს რა ურჩევნია გამოსაცოლა თუ ევროინტეგრაციაზე უარის თქმა ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ და თქვენი გადაწყვეტილება ხარჯერა. ხო, ეს არის პროპაგანდისტული კიდევ ერთი უბრალოდ სპეკულირება იმ თემით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ არ წარმოადგენს საქართველოში პრობლემას. საქართველოში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ყავს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, რომელმაც აწამა ხალხი, რომელმაც ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება შეზღუდა, ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეაჩერა და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გაგვიუქმდა. ეს არის პრობლემა და არა ის, რაც სურს რომ ყობახიძეს და თუნდაც იმ ჯგუფებს, რომელზეც თქვენ მესაუბრებით და რომლებიც რა თქმა უნდა აფილირებულები არიან მართლ რეჟიმთან. აი ამ ჯგუფების პროპაგანდისტულად სურთ შეფუთონ, რომ თითქოს და პრობლემის არსი გახლავთ
ის რაც არ არის პრობლემა. ყველა მოვიცით საქართველოში და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა თანხმდებით, რომ ერთხელ ქორწინების დაკანონება არ მოხდება. ამას არც არავინ არ გთხოვს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა ხო ჭირდებათ პიარულად რომ შეფუთონ, რომ აი ხალხო ჩვენ გამო, ჩვენი ძალაუფლების, ჩვენი მილიონების, ჩვენი მილიარდების გამო კი არ ხდება ეს ყველაფერი. არამედ აი და მოიფიქრეს ეს, რომ ვითომ ამის გამო ხდება ეს პროცესი. აი აქედან გამომდინარე, რა თქვენ თქვით, აი ამ თემაზე ბოლოს თქვენ უნდა გაუქმდეს თუ არ უნდა გაუქმდეს, როგორ ფიქრობთ? ის საიდან გამომდინარე? არა, რას თქვენი საუბრით ის რომ არ არის პრობლემა, ანუ ამ კანონში. და მაგას არ უკავშირდება მეთქი, მე მაგას ვიძახი. ანუ ჩემი ლოგიკას, ანუ თქვენ ხო სხვა ლოგიკას ავითარებთ და ანუ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე რატო გეპასუხოთ? ახლა როცა ამბობთ რომ პრობლემა არ არის ამ კანონებში, ის არ არის ჩადებული, რაც რეალურად, იმიტომ რომ ეს საფრთხე არ არსებობს და არც არის ასეთი კანონების საჭიროება. არა, ამ კანონების მიზანი ესეც არ გახავთ, ერთხელ ქორწინების დაკანონების აკრძალვა არ გახავთ, ამ კანონის მიზანი ესეც ტყუილი გახავთ, ანუ უბრალოდ ტექნიკურად ესეთ კანონპროექტებს იფიქრებენ, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული როგორც კონკრეტული უმცირესობების, უფლებების შემლახავი, ხო? ეხლა არ არის საუბარი მხოლოდ რაღაც სექსუალურ უმცირესობაზე, ყველა სხვა უმცირესობაზე ვრცელდება ეს ყველაფერი. ამიტომაც მე ვსაუბრობ, რომ ამ ხალხის მიზანი რაღაც ოჯახური ღირებულებების დაცვა არ გახავთ, მეთქი უბრალოდ პიარულად უნდათ შეფუთონ ის, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი მათივე გამო, ოღონდ მათი ძალაუფლების, მათი მილიარდების და მათი მილიონების გამო ჩერდება, რომ შეინარჩუნონ. და სინამდვილეში გაუქმდეს თქვენ როგორ რა უნდა გაუქმდეს? ეს ორი კანონი ანუ რაც არის მიღებული. არა, მარტო ამ კანონებზე არ არის საქმე. ნახეთ, ევროკავშირის ახლა კონკრეტულ ადამიანებზე ახლა ჟურნალისტები გასაგებია, რომ გარკვეული ინფორმაციები აქვს, მაგრამ არსებობდა კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ძალიან ბევრი მოთხოვნა. და ამ მოთხოვნების შესრულება დაკისრი გვაქვს, იმიტომ რომ გვინდა რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ და მათ შორის უვიზო მიმოსვლით სარგებლობდეთ და იმ სიკეთეებით, რომელიც ევროპასთან გვაკავშირებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთ რამ უნდა მოხდეს, რაც შეეხება აი ამ სპეკულირებას ამ თემით, არავინ არ გვაევალდებულებს, არავინ არ გვაიძულებს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოხდეს და ვერც მოახდენდა ამას, იმიტომ რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის საპირისპირო აზრზე, რომ ამის დაკანონება არ უნდა მოხდეს. ეს პრობლემა არ დგას. დღის წესრიგში არის გამოგონილი ივანიშვილის მიერ. ანატოლის სპორტთან დაკავშირებით მე ხაზრაძემ კიდევ ერთი პოსტი გავაქცია, რომ არ შეწყდეს მცდელობას, რომ განახორციელოს ეს მასშტაბური პროექტი. მართლაც უჩი პასუხობენ, რომ პარიზსა და ვაშინგტონში უბრალოდ დაბრუნება, რომ თავად ინვესტორებმა ვერ მოიწეს თანხები პროექტის განახორციელებლად. როგორ ფიქრობთ, როდესაც ადასტურებენ ვაშინგტონსა და პარიზში, რამდენად უნდა დაუბრუნდეს თუ არა ეს პროექტი ხაზრაძეს და რამდენად სარწმუნოა, რომ ის შეძლებს განახორციელებას? როდესაც მოხდება რეჟიმის ცვლილება, მაშინ რა თქმა უნდა გადაწყდება ვინ და როგორ ჩაატარებს, ანუ თავარი რაც არის ახლა და პრიორიტეტული არ გახავთ კონკრეტული პერსონები, იქნებიან ეს ბიზნესის თუ პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლები, თავარი არის ის, რომ ანაკლია და ლაზიკის პროექტი იყო ეს ზოგადად მიხეილ სააკაშვილის ეკუთვნის ნაციონალურ მოძრაობას. ეს პროექტი როცა გახორციელდება, უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს საუკეთესო გეოპოლიტიკური ინტერესები, აქ უნდა შემოვიდნენ არა ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ამ ჩვენი უმთავრესი პრინციპების და ღირებულებების მიმართ, არამედ უნდა შემოვიდნენ ჩვენი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ჩვენი პარტნიორები და ეს გახდება შესაბამისად ჩვენი უსაფრთხოების, სტაბილური ეკონომიკური განვითარების მთავარი ერთ-ერთი საწინდარი. კონკრეტულ ადამიანების სახელ და გვარებს ამ ეროვნულ საქმეში მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. ხაზრაძეს დაეკისრა 6 მილიონი დოლარი. როგორ? არა, მე მაგიტომ ვიძახი, რომ ანუ მე ეს არის ჩემი პასუხი, რაც გიპასუხეთ აუც ახლა როგორც გინდათ, თუ ვინმე გამოიყენეთ, თუ ვინმე არ გამოიყენეთ. სამთავრობო ორგანიზაცია დღეს ბრიფინგს მართავს და თემა არის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ორგანიზაციებს ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტის რეგისტრაციის შესახებ კანონი შესაძლოა დარღვევას ტერმინოლოგია და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან. აი როგორ შეაფასებთ ამას? როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ეს ეგრეთ წოდებული კანონპროექტი გახლავთ მთავარი ერთ-ერთი მტრული გადაწყვეტილება, რაც მიიღო ივანიშვილმა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ის ზღუდავს და ცდილობს რომ გააკონტროლოს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წინააღმდეგობის რეჟიმში, თუმცა ნებისმიერი ტიპის რეპრესიული ზომა ივანიშვილის და მისი ბანდის მხრიდან არ არის გამორიცხული და მოულოდნელი, ხო? ამიტომაც ნებისმიერ სამწუხარო განვითარებას უნდა ველოდოთ მოვლენების, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ყველა იმ ორგანიზაციას უცხადებთ სოლიდარობას, რომელიც რჩება წინააღმდეგობის რეჟიმში. ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ ზიანმა გოგებმა და ზვიად რატიანმა ხელი გაარტყა სისტემას, ანუ აღიარებს, რომ ეს განზრახი იყო ეს ქმედება და ეთანხმებით თუ არა სისტემას. არ ვიცი, ხა ლაშა ბუღაძეს განცხადებას, ლაშა ბუღაძეს კითხეთ, ჯობია ის არ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი არ გახავთ, ამიტომაც რა ვიცი, სხვა კითხვა. თქვენ როგორ ვთქვით, რეჟიმის სილა გაარტყა და არა კონკრეტულად ადამიანს, ანუ ეს როგორ არ ვიცი, წერალი გახავთ ლაშა ბუღაძე და ეხლა მის განცხადებების შეფასებაში ვერ შევალ შეიძლება, რა ვიცი, ხალხურად რაღაცას გულისხმობდა, ანუ
არა, ზვიად რატიანო თვითონ აღიარა, რომ ეს პოლიტიკური აქტი იყო, რაც შეეხება მზია მაღლობელთან დაკავშირებით, მან არა განაცხადა, რომ უბრალოდ როდესაც ის იყო ამ დამცირების და შეურაცხყოფის წინაშე ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტი იყო მისთვის ამ სილის გაწვნა, რომელიც რა თქმა უნდა ყველას კარგად გვესმის, რომ არანაირი ზიანის მიმყენებელი არ იქნებოდა არც ერთი ადამიანისთვის, მით უმეტეს მამაკაცისთვის. პოლიტიკური ექსტრემიზმია მართლაც შეახსებენ ჩვენ ინფორმაციას. პოლიტიკური ექსტრემიზმი გახლავთ სადარბაზოებთან რო ხვდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს, ცემენ და მათ შორის ქუჩაში როცა თქვენს კოლეგებს უსურდებიან, ისე როგორც უსურდებიან და შემდგომში ერთი კაციც კი არ არის იდენტიფიცირებული და დაშლილი. ეს არის პოლიტიკური ექსტრემიზმი. ამ შემთხვევაში? ხო, ეს არის მეთქი ჩემთვის პოლიტიკური ექსტრემიზმი და არა ის, რასაც ამბობთ მეთქი. არა ის, რასაც გულისხმობს, ანუ ხომ მიხვდით ხა. თქვენი შეფასება რა არის? გითხარით რა პოლიტიკური ექსტრემიზმი ეს გახლავთ მეთქი და ის კონკრეტული ფაქტები იყო გამოწვეული პოლიციის ძალადობის და ამ დაუსჯელი ძალადობის, რომელიც თვეების მანძილზე ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში. აი, მოვჭით ხო? კეთილ და კატეგორია და ვიღოთ. ანუ გახარი არ ჩამოდის ბოლო სერიაში. მე ნახდად ვერ გეტყვით, ახლა გიორგ გახარიასთან არ მოხს არც თუ სამქონია, არც მეგობრული, არც პარტნიორული, არანაირი ურთიერთობა მქონია, ამიტომ ეგრეთ ჩანს რომ არ ჩამოდის და რა ვიცი. ნუ იქ რაღაც დაიბარა, მაგიტო ესე გამოდის. არა, ისედაც ხო ფაქტია რომ არ ჩამოდის კაცი, ახლა ორი თვეა წასულია და. ამდენი ხანი შეხვედრები შეიძლება გქონდეს, რაც ამბობს, რომ იქიდან უფრო საქმეს გავაკეთებ, ან ასე რომ ამბობს, რას გულისხმობს თქვენი აზრი, აქვს გახარიას იმის რესურსი, რომ აი ვერ გეტყვით, ნამდვილად დიდად არ მაინტერესებს გახარიას ამბები, არ მიმაჩნია რომ ის რაღაც სერიოზული საფრთხე არის რეჟიმისთვის. ნამდვილად გაქვთ აი ხო, არ ვიცი, ახლა თვითონ ტრამპმა ძალიან სწორად თქვა, რომ თუ რაღაც ნიშნები იქნება იმის, რომ პუტინი გარკვეულ კომპრომისებზე წამოსვლელი არის და ცეცხლის შემწყვეტია, გამოჩნდება ამ შეხვედრაზე და თუ არ არის, ესეც გამოჩნდებაო და ნახოთ. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რუსეთის თვის ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეიძლება თითქოს და იყოს აი რაღაც პატარა პროგრესი ქონდათ ფრონტზე თითქოს და რაღაც, მაგრამ სინამდვილეში დიდ გარღვევას ისინი ვერ ახდენენ, ამიტომაც სხვა გზა უბრალოდ რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ, უახლოეს მომავალში არ გააჩნიათ. პუტინი უბრალოდ რამდენად რაციონალურ არგუმენტებს გაიაზრებს ეგ სხვა პრობლემაა. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინაში ეგ მოხდა რუსეთის თავარი მარცხი ის არის, რომ სტრატეგიული მარცხი ის არის, რომ უკრაინა იქცა იმ ქვეყნად, სადაც ახლა რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აღარ არსებობს ფიზიკურად. რაც მთავარი საფრთხე არის რუსეთის, რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა რომ ქვეყნები აკონტროლოს და როცა ერთ ადამიანსაც აღარ იტოვებ ლოიალურს და ყველაფერს დაბომბავ და ყველგან ბოროტებას დათესავ, მე რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება იმ ქვეყანაში რბილი ძალაც აამოქმედო. აი მაგალითად ადრე რო პრორუსი კანდიდატები ყავდათ, ეგეც შეუძლებელი იქნება ფაქტობრივად და ამიტომაც თავარი მარცხი ეგ იქნება რუსეთის. მოვჭით. ტერიტორიების დათმობაზე რა? ტერიტორიის დათმობა არ მოხდება, ამას ზელენსკი პირდაპირ იძახის, უბრალოდ რა თქმა უნდა ხა ცეცხლის შეწყვეტა თუ მოხდა, უბრალოდ არსებობს ტერიტორიები, რომელსაც ვერ აკონტროლებს ჯერ უკრაინა, ხო? ამიტომაც ხა ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს და ამ მდგომარეობაში გაჩერება სამხედრო ძალების, რომ კონკრეტულ უკრაინის რეგიონებს აკონტროლებს რუსეთი. წაგება არ არის წაგება გახავთ, არა, წაგება როგორ გახავთ? რუსეთის სტრატეგიული მიზანი რა იყო? ხო ვიცით, ახლა იტარტასეც ხო იდო, რომ უკრაინაში სახელმწიფო ანუ კიევში შესულიყვნენ, უკრაინის სახელმწიფო დაიხუცმაცებინათ, უკრაინას უერი ეთქვა სამხედრო ძალებზე, ანუ სტრატეგიული მიზანი ვერ შესრულდა. ანუ რუსეთის სტრატეგიული მიზანი ის იყო, რომ რამდენიმე პროცენტით მეტი ტერიტორია დაეკავებინა, ამაზე ახლა არავინ არ დაყოს რუსული პროპაგანდის გარდა, ამას არავინ არ იძახის. ნუ ხოცები იძახიან და მორჩა, მეტი არავინ, იმიტომ რომ შეუძლებელი ახლა როცა შენი სტრატეგიული მიზანია, რომ ქვეყნის ნატოს-კენ სრაფვა საბოლოოდ მორჩეს ჯარი აღარ ყავდეს ამ ქვეყანას და ყველაზე ძლიერი ჯარი ყავს ერთ-ერთი ევროპაში უკვე. და მათ შორის ეგ უნდათ რომ სხვა ქალაქებში შექმნებოდნენ ყვავილებით და ეს ლოიალურად დამოკიდებული მქონე ხალხი, ვინც ბევრი იყო შედარებით უკრაინაში რუსებთან დაკავშირებით, ისინი შეხვდებოდნენ და ანუ მოხდებოდა დაქუცმაცება ქვეყნის. ეს ვერ მოხერხდა და სამ დღეში უნდა აიღოთ კიევი და კიევს საერთოდ ვერ არის ეს გამარჯვება ფერანაირი სტანდარტით ვერ არის ხა რა ვიცი. მაგაზე არავინ არ დავობს ზოგადად დასავლეთში შეიძლება გამარჯვება დაგიქვან პუტინიც მაგიტომ არ აჩერებს ომს, რატო არ აჩერებს ომს? გამარჯვებული იყოს, რატო არ შეაჩერებდა?